გავცეთ პასუხი კითხვას, საკმაოდ ისეთ ცნობილ და ხშირ პოპულარულ კითხვას, ესე ვთქვათ, კოხი თუ პლაციდუსი. დავიწყოთ იქიდან, რომ გააჩნია რისთვის. იმიტომ რომ დღესდღეობითაც კი კოხს არ იყენებს ყველა და პლაციდუსაც არ იყენებს ყველა. ეს არის იქიდან გამომდინარე, თუ შენ კონკრეტულად რომელი სკოლის წარმომადგენელი ხარ, კონკრეტულად რა მეთოდებს იყენებ იქიდან გამომდინარე. იმიტომ რომ აი ეს სისტემები არის უამრავი, სახლების სისტემა, ბევრი სისტემა არის, ის არის 2 და 3 და გამოყენებიდან გამომდინარე, დანიშნულებიდან გამომდინარე ვცვლით ამ ყველაფერს. მაგალითად, კოხს იყენებენ ის ადამიანები, რომლებსაც ჯერათ, რომ კონკრეტული ადგილზე მიბმა პროგნოზის თუნდაც ამ ნატალური რუკის არის უფრო ეფექტური. ნუ სადაც ადამიანი დაიბადა, ან სადაც კონკრეტულად პროგნოზი მიმდინარეობს, ანუ კონკრეტულ ადგილზე, ვისაც აქვს გათვლა, ის იყენებს კოხის სისტემას. დანარჩენი იყენებს პლაციდუსის სისტემას, მაგრამ კონკრეტულ სხვადასხვა მიმართულებებში იყენებენ სხვადასხვა სისტემებს, მაგალითად, ნებისმიერ ადგილას დაბადებული ადამიანისთვის არ იქნება კოხი და პლაციდუსი, კოხი ან პლაციდუსი ეფექტური, იმიტომ რომ პოლუსებში ვინც ცხოვრობენ, პოლუსებთან ახლოს, როგორც არის იქ ნორვეგია, მაგალითად, რუსეთის ზედა ნაწილი, იქ უკვე არ ემუშავებს კოხი და პლაციდუსი ისე ეფექტურად. არც ერთი მიმართულებით იქ არც პროგნოსტიკა, არც ხასიათი, ანუ არ დაემთხოვა ბევრი რამე, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ ადგილებს ეს კონკრეტული სისტემები არ ერგებიან. იქ საჭირო იქნება ან რეგიომონტანუსის სისტემა, ან მორინუსის სისტემა, რომლებიც მუშაობენ ყველა ნებისმიერ ტერიტორიაზე დედამიწის გარშემო. შესაბამისად, აქაც თუ ადამიანი სად დაიბადა, იქიდან გამომდინარე ვარჩევთ სახლების სისტემას. პლუს ამას სხვადასხვა მიმართულებები, მაგალითად, ჰორარულ ასტროლოგიაში მე ვიყენებ რეგიომონტანუსს, იმიტომ რომ ვარ იმ ადამიანის მიმდევარი, რომელიც იყენებდა რეგიომონტანუსს. არიან კონკრეტული ასტროლოგები, ჰორარული ასტროლოგები, რომლებიც ასწავლიან პლაციდუსში და შესაბამისად მათი მეთოდები გათვლილი არის პლაციდუსზე, მათ მეთოდებს ვერ გამოვიყენებთ ჩვენ ჰორარულში, რეგიომონტანის სისტემაში. ანუ მეთოდიდან გამომდინარე, ჩვენ ვირჩევთ სახლს. სამედიცინო ასტროლოგია დღემდე თანაბარსახლიანი და სრულნიშნიანი სისტემა გამოიყენება იმის გამო, რომ სამედიცინო ასტროლოგიაში ესე უფრო წარმატებული არის, უფრო ეფექტური არის ანალიზი. შესაბამისად, ბევრი ასტროლოგი, რომელიც პირდაპირ პროფესიონალურად სამედიცინო ასტროლოგიას მისდევს, იყენებს ამ სისტემას. ანუ გამომდინარე იქიდან, თუ კონკრეტულად რისთვის გჭირდება სისტემა, არჩევ ამ კონკრეტულ სისტემას. ეს არ არის ისე, რომ ან კოხია უკეთესი, ან პლაციდუსი არის უკეთესი, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ისტორიას, ჩვენ ვნახავთ, რომ კონკრეტული სისტემები რჩებოდნენ იქამდე, სანამ ეს კონკრეტული სისტემა ითვლებოდა უფრო მეტად მარტივად. იმიტომ რომ გათვლილი იყო ხალხზე, გათვლილი იყო იმ სიმარტივეზე. შესაბამისად, პლაციდუსმა ამ მხრივ აჯობა ყველას, იყო ყველაზე მარტივი სისტემა, იმ მხრივ, რომ კოორდინატები, ყველაფრის მოძიება იყო უფრო მარტივი.